გამარჯობათ მეგობრებო, დღემშვიდობისა მოგესალმებით. მოკლედ ძალიან დიდი ვნებათა ღელვა არის ატეხილი და ძალიან დიდი წიოკი არის ატეხილი აფხაზეთის რკინიგზის ირგვლივ და ჩავთვალე საჭიროთ რომ კიდევ ერთხელ შევეხო ამ საკითხს და კიდევ ერთხელ განვმარტო ის რომ აბსოლუტურად დებილებით არის დაკომპლექტებული, გაუნათლებელი უწიგნური დებილებით და აგენტურით არის დაკომპლექტებული ქართული საზოგადოების აზრის ლიდერები, რომლებიც აი მასას ტვინს ურეცხავენ და აშტერებენ და ადებილებენ და ესეთი ისა უკვე წლებია დამკვიდრებული საქართველოში, რომ თურმე აფხაზეთის რკინიგზა თუ გაიხსნება, ეგრევე ავტომატურად აფხაზეთის აღიარებას ვცნობთ და არანაირად ამის დაშვება არ შეიძლება, ეს რუსეთს უნდა, ეს არ უნდა დაუშვათ და ასე შემდეგ. ჯერ აი დასაწყისისთვის ერთ რაღაცას ვიტყვი, იცით? ბიჭო, აი თქვენთვის ვინც აი ესეთ პოზიციაზე გახართ, ვითომ რუსოფობ გაცრავად. ვითომ რომ გგონიათ, რომ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი მთავრობები გვყავს და რუსულ ინტერესს თუ მოინდომა ჩვენმა მთავრობებმა ვერ გაატარებენ საქართველოში და ასე შემდეგ, მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის სრულიად ბლეფი და ტყუილი, იმიტომ რომ თუ რუსეთმა დაისახა სტრატეგიული მიზანი, რომ ეს უნდა გაკეთდეს საქართველოში, აი ყველაზე პირწავარნილი რუსოფობები რო არიან, ხო? თავი რომ მოიკლან, ისინი ვერ შეაჩერებენ ამას და რატო? ჯერ ერთი რუსეთმა საქართველოში რა სტრატეგიული ობიექტების მიღების გეგმაც დაისახა, ყველაზე დიდი რუსოფობიული მთავრობა რო იყო საქართველოში, აი რუსეთს რო არაფერს რო არ უთმობდა და აი ის ოქროს ხანაში რო ცხოვრობდით, აი მიხეილ ყვარყვარეს დროს თუ რამე იყო სტრატეგიული ობიექტი საქართველოში, ყველაფერი რუსულმა კომპანიებმა იყიდა ზუსტად აი ვითომ დიდი რუსოფობიული მთავრობის ხელში. ეს ერთი. არ იდგა აქამდე ასე წვავეთ და ასე საინტერესოდ ამ რკინიგზის აღდგენის საკითხი თუ არა, ისე ლამაზად მოაგვარებდნენ ამ საკითხს, როგორც რო გეკითხათ, რომ სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის შესვლას მხარს არ დაუჭერენ, სანამ ისე და პირველებმა რო დაუჭირეს მხარი. და ლამის მართლა პოლიტიკური თვალსაზრისით რო შეხედო, მებაჟეები დააყენეს, თანაც შვეიცარიელი მებაჟეები სოუზე და ენგურზე. ხო. ამიტომ ეს ერთი. რკინიგზის საკითხიც კიდე 2007 წელს რომ მიდიოდა ლაპარაკი, ორივე ხელით თანახმა იყო, ნაცები ოღონ ეს რკინიგზა აღდგენილი იყო. ის კი არა სოხუმის აეროპორტზე იყო ლაპარაკი. მის მერე არ დამდგარა აი დღის წესრიგში ასე მნიშვნელოვნად ამის აღდგენა. ამიტომ თუ კი დღეს ეს საკითხი მართლა ასე სერიოზულად არის დამდგარი, დარწმუნებული იყავით იმაში, რომ მთელი სანაცქოცეთი უკანალზე რო გაიხეს, ამას ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. ეს ერთი. მაგრამ ეხლა რა შეეხება იმას, რომ არის თუ არა ეს საქართველოს და ქართველების ინტერესებში ამ რკინიგზის აღდგენა, მე ცალსახად გეუბნებით რა. ცალსახად გეუბნებით. აფხაზეთთან და აფხაზებთან ნებისმიერი ურთიერთობის აღდგენა. ჩვენ ლაპარაკიც აგვიკრძალეს, რო იცოდეთ ისე რა. არა მარტო ქართულ მხარეს, აფხაზურ მხარესაც აუკრძალეს ლაპარაკი საერთოდ ერთმანეთში. ჩვენ მოლაპარაკებებიც აკრძალული გვაქვს და ჩვენ არანაირი უფლება არ აგვაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ან აფხაზებს ვინმე უთხრა შერიგებასთან დაკავშირებით ილაპარაკოს. ეს თემა არის ბლოკირებული, ტაბუდადებული და მორჩა და დამთავრდა.
ამიტომ თუ რაიმე მექანიზმი იქნება ქართულ და აფხაზურ მხარებთან საურთიერთობო და ხელის მოსაჭირი წესით და რიგით ყველაფერზე უნდა დავთანხმდეთ აღიარების გარდა და მე მინდა უთხრა ამ ყოვლად დასწირებულ დაჩლუნგებულ ხალხს აი პიტალოებით როა გავსებული ესა რა ქვია ქართული საზოგადოება და განსაკუთრებით ეს ინტერნეტ ქსელი რა და უამრავი რო ყავს რა ქვია მაყურებელი ერთი სირი შემთხვევა კიდე ჩვენო ესო კავკასიელებიო რუსებმა დაგვარქვენო ჩვენ თუ არა კავკასიელებიო საერთოდ ქართველობაო კავკასიელობასო არ ნიშნავს ხო აი და ვაი 100%-იანი ხარ და ეგეთი რაღაცები მოკლედ აი ამ დასირებულ ხალხს მინდა უთხრა ბიჭო მოდი დავიწყოთ იქედან რომ ქართული მხარე და აფხაზური მხარე ენგურხესთან დაკავშირებით 1993 წლიდანვე როგორც კი საბრძოლო მოქმედებები დამთავრდა ერთმანეთში მშვენივრად თანამშრომლობს და 40% იმათ მიაქვთ 60% აქეთ მოდის ელექტროენერგია და ამასთან დაკავშირებით აფხაზეთს ვაღიარებთ თუ არა ამის კითხვები არ ჩდება ამის კითხვები რატო თანამშრომლობთ მაშინ სეპარატისტებთან და დენს რატო ვაძლევთ და რატო გვაქვს ეს კონტაქტი ეს არ ნიშნავს აფხაზეთის აღიარებას ო ახლა რასიზმი თქვიან ხო ასე მოხდა სიტუაცია ასე დარჩა აბა რა გვექნა აბა ხო ვერა ესე იგი თუ კი საქმეზე მიდგება ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ხო აღიარებასთან ყოველ შემთხვევაში არანაირი შეხება არ აქვს და შეიძლება თანამშრომლობა რაც შეეხება მეორე საკითხს რკინიგზა რა თქმა უნდა რკინიგზა არის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის დატვირთვის ესა რა ქვია ელემენტი და რა თუნდა მაგას ლაპარაკი რომ რკინიგზის აღდგენა და რკინიგზის მიმოსვლა ბევრ რაღაცაზე მეტყველებს მაგრამ ის რომ რკინიგზა მიაბა რომ ეს არის აღიარება ესა სრული იდიოტიზმი უბრალოდ რკინიგზის აღდგენა იმას ნიშნავს რომ მხარეები თანამშრომლობენ აი ზუსტად ამ თანამშრომლობის საშუალება უნდა მოგვისწონ ჩვენ და ამიტომ ამაში არის თავიდან ბოლომდე იყო ამაში დასავლეთი იყო ჩართული განსაკუთრებით ბრიტანეთი იყო საერთოდ რო არ ჩანდა ვითომ არაფერში და რო არ ადარდებდა და ვითომ კონფლიქტის მერე მთელი აფხაზეთის ტერიტორიაზე გამნაღმელების ჯგუფი რო გაუშვა ბრიტანეთი განაღმავსო აფხაზეთსო პოსტკონფლიქტურ ზონასო მაშინ დაალაგა ეს ძალიან კარგად ესა ბრიტანული აგენტურული ქსელი როგორც ერთ მხარეზე ისე მეორე მხარეზე ბრიტანეთს მაგის პრობლემა არ ქონდა და ამას გვიშლიდნენ ყოველთვის რა სააკაშვილი რომ მოიყვანეს პირველი რა გააკეთა სააკაშვილმა პირველი დაიწყო და დაეტაკა რას ერგნეთის ბაზრობას სადაც ქართველები და ოსები ერთმანეთთან ურთიერთობდნენ თანამშრომლობდნენ კონფლიქტი ნელ-ნელა დავიწყებას იყო მიცემული და არანაირი პრობლემა არ იყო ხო ცხინვალში ჩასვლა გინდა როკის გვირაბით გადაადგილება და მსგავსი რაღაცები კი იყო კრიმინალი როგორ არ იყო ახლა კრიმინალი არტო ცხინვალის რეგიონში კი არა თელ საქართველოში იყო მაგ დროს მაგრამ აი ის თავარი უბედურება რასაც ქვია კონფლიქტის და სისხლის წოვის და ერთმანეთის ჭამის უბედურება რომელიც აკკიდეს 90-იან წლებში აი მთელი ამ აგენტურის და მოღალატეების ხელშეწყობით ეგ ხო ნელ-ნელა მინავლებისკენ იყო წასული და ჩიბიროვმა შევარდნაძესთან ერთად ბადენის ტბაზე ეს ბოდენის დოკუმენტი არა ბადენის დოკუმენტი არის ხელი მოაწერა სამაჩაბლოს ავტონომიური სტატუსით შემოსვლას საქართველოს შემადგენლობაში ხო არის ეს ხო იყო ეს მომენტი რომელიც მე ნაცებმა და
სააკოვმა არის ეს ყველაფერი. ბიძინა ამას ვერ ხედავდა, მაშინ მართალი ხარ, ისე იყო დაბრუნებული სააკაშვილის ქარიზმით, ამას ვერ ხედავდა და აფინანსებდა. რატო გააკეთეს ეგ ყველაფერი? გააკეთეს ერთადერთი მიზნით, რომ რაც შეიძლება ურთიერთობები გაფუჭებულიყო აფხაზებთან, ოსებთან და რუსეთთან. იმიტომ რომ ასე იყო საჭირო დიდი პოლიტიკისთვის. და დიდ პოლიტიკას ჭირდება ასე, რომ საქართველოს და რუსეთი იყოს მუდმივი მტრები. და იქონდეთ ერთმანეთთან დაძაბულობა და უბედურება და აი ყველაფერში რუსეთია. ბატონო, ახლა რუსეთი რასაა ყველა მიცის, მაგრამ შენი ინტერესები ამ დასწირებულებს ვარ მოусმენ, საქართველოს კავკასია არა, თურმე და ალპებში ვცხოვრობ და დუნაის ნაპირებზე დავრბივარ. მაშინ ვინ დაიცავს საქართველოს და ვის ექნება პასუხისმგებლობა საქართველოს და ქართველიერის ტერიტორიულ მთლიანობაზე, უსაფრთხოებაზე, ესეთი რაღაცები არა, ახლა ნატოში ვერ მიგიღებთ, ევროკავშირში ვერ მიგიღებთ, მაგრამ აი რუსეთთან დაპირისპირებაში შედით. ამიტომ იყო ეს ყველაფერი. ახლა რაც შეეხება აი რკინიგზის კონკრეტულად, აი ამ რკინიგზის საკითხს მინდა მოვბრუნდე და აი განსაკუთრებით დიდი ჯოგს, ეს ჯოგი, რომელიც იძახის, რომ თურმე ეს არის აღიარება, მე მინდა რამოდენიმე შედარება წარმოგიდგინოთ, რომ კონფლიქტის ზონებში რკინიგზის საკითხი პირიქით თანამშრომლობას და კონფლიქტების მოგვარებას უწყობს ხელს და არა იმას, რომ რომელიმე მხარე რომელიმეს აღიარებს. აი დავიწყოთ მაგალითად შედარებით ყველაზე მეტი ძველი ესა რა ქვია კონფლიქტი არის ქაშმირის რეგიონის კონფლიქტი. კონფლიქტი, სადაც სამი უზარმაზარი ქვეყანა, სამი ბირთვული ქვეყანა არის ერთმანეთთან დაპირისპირებული, პაკისტანი, ინდოეთი, ნაწილობრივ ჩინეთიც. და სტატუსი გაურკვეველი არის, მოკლედ ერთი საზღვრები დემარკირებული არა, დემილიმიტირებული არა და ორივე მხარე იძახის ეს ჩემია, მესამე მხარე იძახის აი ეს მონაკვეთი ჩემია და ასე შემდეგ. არის თუ არა რკინიგზა ამ ტერიტორიაზე? რა თქმა უნდა არის. თანაც ძალიან დიდი რკინიგზა არის. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ერთმა მხარემ და მეორე მხარემ ცნო ერთი მხრის და მეორე მხრის დამოუკიდებლობა. ეს ისე სირებისთვის და ჯოგისთვის. კონფლიქტი კონფლიქტად რჩება, მაგრამ რკინიგზა და ადამიანებს შორის ურთიერთობა და გადაადგილება და მისვლა-მოსვლას პირიქით შემრიგებლური ხასიათი უფრო ახასიათებს, ვიდრე დაპირისპირება და აღიარება და მსგავსი რაღაცეები. დაუბრუნდეთ აი რეგიონს მეტნაკლებად და აი გადავიხედოთ წარმატებულ შიგ მოლდოვაში, რომელშიც რკინიგზის სადგური დიდხნიანი პაუზის შემდეგ აღდგა და ურთიერთობა დაიწყო ევროკავშირის და გაეროს მხარდაჭერით კიშინიოს და ტირასპოლს შორის მიმოსვლა სარკინიგზო სატრანსპორტო რა ქვია. აი გეუბნებით ახლა სირებს. ანუ რა ვქნათ ახლა ესე იგი როგორ ჩავთვალოთ მოლდოვეთმა ეს რა ქვია მოლდოვეთმა ცნო ისა ტირასპოლის და დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობა თუ რომელი ჯოგნახირი იტყვის ახლა ამ მსგავს რაღაცას. მით უმეტეს, როდესაც თვითონ ევროკავშირი ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს. კვიპროსის ფენომენზე ჩამოვალ. ძალიან საინტერესო არის კოსოვოს პრეცედენტი. ეს არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე მეტად საინტერესო მომენტი, იმიტომ რომ ბევრ რაღაცაში კოსოვოს და აფხაზეთის საკითხი გავს ერთმანეთს და ყოველ შემთხვევაში კოსოვოს პრეცედენტმა დაიწყო საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნგრევის ხელი შეწყობა. 2020 წელს ბელგრადმა და პრიშტინამ, კოსოვოს დედაქალაქია, არ ცნობს, არ აღიარებს ბელგრადი არანაირად
კოსოვოს დამოუკიდებლობას 69 ქვეყანა აღიარებს. რო იცოდეთ ის 69 ქვეყანა აღიარებს. მაგრამ ბელგრადმა და პრიშტინამ ერთმანეთთან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც ხელშეკრულების თანახმადაც ბელგრადს და პრიშტინას შორის უნდა დაწყებულიყო აღდგენა რკინიგზის, იმიტომ რომ ხალხთა შორის და ადამიანებს შორის ურთიერთობისთვის რკინიგზას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუმცა დღემდე არაა აღდგენილი ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ამ ყველაფერს დაემთხვა COVID პანდემია, ამ ყველაფერს დაემთხვა 2022 წლის შემდეგ რუსეთ-უკრაინის დაძაბულობა, ომი, რომელიც დღემდე გრძელდება და რკინიგზა, რომელიც ჩიხურ მდგომარეობას წარმოადგენდა და ბელგრადის და პრიშტინას გარდა, ანუ კოსოვოს და დანარჩენი ბელგრადის გარდა არავის ჭირდებოდა, არავის ინტერესებში არ შესულა მათი აღდგენა და მათი ფუნქციონირება, თუმცა ხელმოწერილი არის ეს ხელშეკრულება და ადრე თუ გვიან რეალიზებული იქნება, მაგრამ ბელგრადს არათუ აუღიარებია ამითი ეს რა ქვია კოსოვო პირიქით. აი ამ დაძაბულობის ფონზე საზღვრისპირა ჯარები განალაგა და იმას ელოდებოდა თუ ვინცობა კუფორის შენაერთი გავიდოდა თვითონ დაიწყო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალით. და სხვათა შორის აქ ძალიან საინტერესო პრეცედენტი არის. მიუხედავად მე პრინციპში არა ვარ ამის მომხრე მე თვითონ ჩემი შეხედულებებით, მაგრამ ნუ ეგ პრეცედენტი არის. მიუხედავად იმისა, რომ ბელგრადის იმის რა ქვია სერბეთის ტერიტორიულ რღვევას უამრავი ქვეყანა, ნუ რამოდენიმე ქვეყნის გარდა მაშინ რა ქვია ევროკავშირში, მათ შორის ესპანეთის გარდა აღიარებს თითქმის მთელი ევროკავშირი, შეერთებული შტატები, კანადა, ბრიტანეთი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა არ გაუწყვეტია დიპლომატიური ურთიერთობა ამ ქვეყნებთან ბელგრადს. ეს მათი საქმე არის, მათი სტრატეგია არის, მათი დამოკიდებულება არის, ეგ ჩვენი გასარჩევი არაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც ეს ნიშნავს იმას, რომ კოსოვოს აღიარებას დათანხმდა ბელგრადი, მით უმეტეს აი ესეთ მდგომარეობაში. ეს ისე ჩოილარებისთვის, კიდე ერთ ჩოილარებისთვის. ახლა გადავიდეთ კვიპროსის საკითხს. კვიპროსის საკითხი არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ კვიპროსი ის კუნძული არის, სადაც რკინიგზა არ არსებობს საერთოდ. როგორც მე მოვიძია ინფორმაცია, ნამყოფი არა ვარ და ბოლომდე გეოგრაფიული რუკა არ მომიძებნია, მაგრამ დავგუგლე იმას ვქენი, ამას ვქენი და მაინტერესებდა სარკინიგზო მიმოსვლა ჩრდილოეთ და სამხრეთ კვიპროს შორის, მაგრამ მსგავსი ფენომენი კუნძულზე არ არსებობს, იმიტომ კუნძულიდან თუ თვითონ მათ ინტერესებში არაა კუნძულელების მისვლა-მოსვლა, ვის რაში ჭირდება იზოლირებული რკინიგზა, საერთაშორისო მიმართულებას. თუმცა იმ სატრანსპორტო საშუალებებით, რომელიც სატრანსპორტო საშუალებებით არსებობს ჩრდილოეთ და სამხრეთ კვიპროს შორის, უპრობლემოდ გადაადგილება საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, არაფერი პრობლემა არაა, სამოგზაურო დაზღვევა აიღე და გადადი. და გადმოდი. ანუ გადაადგილებას არანაირი პრობლემა არ ექნება. რკინიგზაც რო იყოს დარწმუნებულიც იყავით, რკინიგზაც ლარნაკას და იმას შორის ჩვეულებრივად იქნება აღდგენილი თურქულ ნაწილს შორის. ხო. ახლა სომხეთზე მე არა მაქვს ლაპარაკი, იმიტომ რომ სომხეთის საკითხი აგერ ძალით და იარაღით მოაგვარა აზერბაიჯანმა და გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებში მოექცა როგორც ერთი, ისე მეორე მხარე და იბატონო ამაზე დათანხმდნენ სომხები და ორივე მხარე რკინიგზაც გაყავთ და ტრამპის კორიდორიც გაყავთ და შეინჭირიმე შენ განსვლა და ერთი მეორის ვასვასი აქვს. ახლა გეკითხებით მე თქვენ, რა მოხდა ამნაირი აფხაზეთში, რა დატვირთვა აქვს ამნაირი ამ რკინიგზას აფხაზეთში, რომელზე არათუ გახსნა, ლაპარაკიც კი არ შეიძლება. აი ელემენტარულ კითხვას ვსვამ, მაინტერესებს. თქვენ როგორ ფიქრობთ ამ ყველაფერთან მიმართებაში?
ნუ იყო ომი, გასაგებია ეხა ომი ყველა კონტინენტზე ყველა დროში ხდება და მიუხედავად იმისა, რომ მართლა სასტიკი ომი იყო, ახლა კოსოვოელების და სერბების იმას ვერ შეადრია ამ კონფლიქტის სასტიკით. ხო და ხალხთა შორის მით უმეტეს ისეთი ურთიერთობა და დამოკიდებულებაა დარჩენილი მიუხედავად ყველაფრისა. იმოსვლა არის, ურთიერთობა არის, ვიცი, ჩრდილოვანი ბიზნესები არის, ყველაფერი არის, ოღონდ რამე ასეთ რამეზე არ მიდგეს საუბარი. მე მინდა გითხრათ, რომ ქოც ბანდაგანი ესენი არიან სუთა სირთა ჯოგი ძალიან ცუდია, რომ ისტორიული მონაკვეთის ესეთ მომენტში საქართველოს ყავს ასეთი გაზულუქებული, უნარო, ყველანაირად ასვი აჭამი ალხინე და მეტი რო არაფერი რო არ აინტერესებს ესეთი ხელისუფლება. იმდენი რამის გამოყენება შეიძლება სასიკეთოთ, რომ აი ამ გეოპოლიტიკურ რთულ მომენტში ჩვენ დგევართ, სანამ სხვა არ გააკეთებს ჩვენ საქმეს. გასაგებია ახლა და დევნილები იქნებიან თუ ის არასდროს არ იღებდნენ აფხაზეთს ეხმას და ერთი ამის წინებზე თქვი მისი არ იყოს ერთი აქცია არ გაუმართიათ 300,000 უსახკარო ადამიანს ჩემ ქვეყანაში ტოლვილი რატომ ქვია და დამაბრუნეთ აფხაზეთში და რატო არ უწყობენ ამას ხელს. ხოდა გასაგებია ახლა ხალხზე არ ამაქვს. არა დარდებს. მას ასე გარადარდებს. არ აინტერესებს. არც იქაურს, არც აქაურს. ხოდა მე მინდა ახლა გკითხოთ როგორც ნუენ ჟორდანიას აიძულეს გერმანელებმა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, ასე უნდა გვაიძულოს ახლა რუსებმა და აფხაზებმა, რომ ძალით წავიდეთ თანამშრომლობაზე, რაც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხებისთვის იქნება კარგი? ან მე კითხვას ვსვამ ამას. ყველამ რატო უნდა გაიძულოს, რომ შენი ქვეყნისთვის რაღაცა სასიკეთო გააკეთო? არ აინტერესებს ძმაო ამგენ სოხუმი, არ აინტერესებს დალიო, ჩამჩირე, ბიჭვინთა, არ აინტერესებს. ამათ აინტერესებს ტრაკიდან განათლებული შიგ ევროპა. იქ გადაფრინდებიან, აქ ადმოფრინდებიან. რა უნდათ იმ დამპალ ჩაოხრებულ აფხაზეთში ახლა კაცო? როცა აშენდება და როცა დადგება დრო, როგორც იყო ეს წითელი ინტელიგენცია ბოზების თავშესაყარი, რომ ჩავიდოდა აფხაზეთში და ტრაკზე ბუსრო არ იჯენდა და გადმოჯდებოდა იქ და ხან მონასტრებში მართავდა კონცერტებს და ტაშფანდურობებს და თქვენ აფსუელები ხართ უძახის და თქვენი სახართ. ყველაფერი ამ დედამოწყუნება არის ეს. ყველაფერი უბედურება ამათმა დაიწყეს. კონფლიქტი მოხდებოდა არ მოხდებოდა სხვა ამბავია, ესენი ხელის შემწყობის მე ზაბილი არ იყო ეს ბოზიშვილი წითელი ინტელიგენცია. ინდათ ომის დროს რასაკეთებდნენ, ქეთუდოლიძეები და ესე. ხო და გაუბნებით აგერ რა, ხო გინდათ ჩვენთან ხო ყოველთვის ასე იციან. აი, სოფლიოში სად მომხდარა ასე, სოფლიოში ასე სად ხდება, აი სოფლიოში ასე ხდება. საქართველოში ასე ხდება. ხო. და სოფლიოში იქ ისე იმიტომ ხდება, რომ იმ ქვეყნების ცუდი თუ კარგი მთავრობები მეტნაკლებად მათი ერის მომავალზე ფიქრობენ. ხო. და საქართველოში არავინ არ ფიქრობს ქართველი ერის მომავალზე. არ აინტერესებთ. ნუ ახლა ჩემი ინფორმაციით, როგორც ვიცი, საერთოდ აფხაზეთთან მიმართებაში დიდი ხანია არსებობს, საერთოდ რუსებთან არსებობს ესეთი საიდუმლო მოლაპარაკებები ქოცების. ძალიან ესე რომ ვთქვათ, არაოფიციალურ დონეზე და აი როგორ გითხრათ, იცით? რაღაცა ისეთ ამბავში, რომ ვინიცობა ეს ამბავი ატყდეს და ვერც ერთი მხარე და ვერც მეორე მხარე ერთმანეთს რო ვერ დაუმტკიცებს, რომ ისინი ლაპარაკობდნენ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ანუ სადღაც ვითომ კაფეში შეიკრიბებიან, წავა რაღაცა ლაპარაკი, ყავას დალევენ, ღვინოს დალევენ, შენჭირიმე, შენგენაცვალე, მთავარია ერთად ვაჭროს ჭამს და რაღაცნაირად ამ კონფლიქტ შეიძლება მოუაროთ, მაგრამ ფაქტია ის, რომ რუსეთში სერიოზული რაღაცა იმპულსები მოჩანს, რომელმა იმპულსებმა შეიძლება დადებითი ცვლილებები მოიტანოს. აი ახლა ყველა ატრიალებს აი ამ ვიდეოს. რომელი ვიდეოც
სალავიოვის გადაცემიდან არის, სადაც სალავიოვი თვითონ რომელსაც როგორი დამოკიდებულება აქვს საქართველოსთან და ქართველების მიმართ და ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის მიმართ იქეთ უტრაკებს იმას, რა ქვია, ანტიქართული პროპაგანდის გამვრცელებლებს, რომ რას ამბობო ჩვენო ვიომეთო ამ ქვეყანასთანო და რატო უნდა უყვარდეთო იმათო და ისინი დამოუკიდებელი ქვეყანა არიანო, ჩვენ ბლოკში არ არიანო და ამენაირათო იქნებაო 90-იანების დაშვებული შეცდომებიო გამოასწოროთ. ეგერ 11 თებერვალი იყო მედვედევი გამოხდა კონფლიქტებთან დაკავშირებით ილაპარაკა, ვინ აძალებდა, ვის შეაინტერესებდა საერთოდ აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე ილაპარაკა და ნუ ჩვენო კი ვაღიარეთო ესო საერთაშორისო სუბიექტი არისო, უკეო იმისიო, რა ქვიაო, სოფლიოსიო, მაგრამო საქმეო იმაში არისო, რომ ჩვენ თუ წავიღებთო დამოუკიდებლობასო, ისინიო მაინცო საერთაშორისო სუბიექტებიო დარჩებიან. რუსეთი თუ წაიღებს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობას, ნიკარაგუელი და ვენესუელელი და იგი რა ქვია იმას, ნაურუელი და ვანუატუელი არ ჩამოვა და არც სირიელი არ ჩამოვა, მაგათ დამოუკიდებლობისთვის თავის მოსაკლავად. ყველაფერი კარგად იცის, ხო? ნუ მე იქ თვითონ შიდა მოვლენები, რაც პასპორტების გაცემა რუსებმა თვითონ აფხაზეთში შეაჩერეს. არის იცით რაღაცა ესეთი იმპულსები არის, რომელმაც შეიძლება სასიკეთოსკენ შემოაბრუნოს ეს ყველაფერი და. ბიჭო, ამ კოცებს გეკითხებით, თქვენი გამზდელი მომწყალნე. ჩუმჩუმად რო დაეთრევა დინარაძე იქნება, თუ მანამდე რო ყავდათ შინაგან საქმეთა მინისტრი რომელაური და ესენი და ჩუმჩუმად რო მიდის ამაზე ლაპარაკი. ხან სეპარატისტებთან, ხან რუსებთან. არ შეიძლება რომ ამ ყველაფერთან დაკავშირებით თქვათ გამოაცხადოთ, რომ დიახ, საქართველოს ინტერესების შესაბამისად ეს, მაგრამ თქვენ ის ხალხი ხართ, ბიჭო, რომელსაც 2 კილომეტრ ნახევარი ვერ დაგიბრუნებიათ აზერბაიჯანიდან მოძმე აზერბაიჯანიდან ვისთან ერთადაც ყოველ დღეს სვამთ და ჭამთ და მათთვის მართლა არაფერი არაა და ჩვენთვის ყველაფერი არის. მე ამას საუბრობ რატოა? მე ვსაუბრობ ამას ხალხისთვის. ისტორიაში დგება მომენტები, როდესაც გეოპოლიტიკა იცვლება. ეს ხდება 50 წელიწადში ერთხელ, 30 წელიწადში ერთხელ. ნუ რაღაც დიდი ცვლილებები ხდება. 70 წელიწადში ერთხელ. და არის ამის შანსი დღესდღეობით, რომ თუ ნორმალურ პოლიტიკას გაატარებს ქართული მხარე, მე არ ვამბობ, რომ ხვალდაზე რუსები წაიღებენ დამოუკიდებლობის საკითხს და ასე იქნება, მაგრამ მინიმუმ დევნილები დაბრუნდება, ურთიერთობები აღდგენას დაიწყებს, რაღაცა გაიხსნება, ხალხი ერთმანეთში დალაგდება, ხალხი ერთმანეთში ყოველთვის დალაგდება. ხალხი ერთმანეთში თქვენ ვერ ლაგდებით. არა, ხართ ისევე ჩაჩენილი იმის, რა ქვია, ნიშა სააკოვის იმის, რა ქვია, ლოზუნგებში. წაიღოს აფხაზეთმა დამოუკიდებლობა, ისა რა ქვია, აფხაზეთის დამოუკიდებლობა გაიყვანოს ჯარები და მერე დაველე, მერე რაზე უნდა ელაპარაკო შედედამოწმე. რაზე გაქვს მერე სალაპარაკო? ეს გამოსცირებული ხალხი ხადაგიგო რო არ წაუკითხიათ, სოფლიო დონის პოლიტიკას დაგიწყებენ ლაპარაკს. სოფლიო დონის პოლიტიკაზე თურმე როგორ ხდება და რანაირად ხდება და რკინიგზის აღდგენა როგორ ნიშნავს თურმე აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღდგენას. თუ ცნობას უკაცრავ. ჯოგი, უციგნური, ყველა დებილს პირია მოგებული და ყველა ბოდავს რაღაც. აი შემოკარგებო, დაგემშვიდობებით დღეს თბილისის დროით 8 საათზე არჩიბალდ მეკეშთან მექნება ინტერვიუ ჩემი YouTube-ის არხზე და ვისაც გექნებათ სურვილი შეგიძლიათ ნახოთ და გითხარით კითხვები დაწერეთ, ვისაც აქვს სურვილი თქვა, ისეთი კითხვები დაწერეთ, გადალოცვილო სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს რო ეხებოდეს და არა რაღაცა სულელეებს რა. იმიტომ რომ თემატიკა არის სოციალურ-ეკონომიკური საკითხები. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.